ველას უყვარს ცივი საზამთრო ზაფხულის ცხელ დღეებში. ზღვის პროდუქტი სეზონური ხილით და პასტა პიტნის სოუსით. ბეკონში გამომცხვარი ნესვი და ღორის სტეიკი ატმის სოუსით. დაგჭირდება 150 გრამი ნესვი, ბეკონი 100 გრამი, ღორის ანტრიკოტი 500 გრამი და ზეითუნის ზეთი 40 მილილიტრი. ვამზადებთ ატმის სოუსს. გჭირდება 150 გრამი ატამი, 30 გრამი ყავისფერი შაქარი, დოგვის მარცვლები 2 გრამი, ჯინჯერი, პაპრიკა და მარილი გემოვნებით. ნესვი და ბეკონი, ატამი და ღორის ხორცი. ხო, წარმოუდგენელი კომბინაციაა, მაგრამ ძალიან უხდება ერთმანეთს. დავიწყეთ. პირველ რიგში მოვამზადოთ ნესვი. გადავჭრათ. ნესვს რომ გავასუფთავებთ, უნდა გადავახვიოთ ბეკონში. მერე გრილზე დავბრაწავთ და აი ეს ბეკონის და ნესვის არომატი გაერთიანდება და მივიღებთ მართლა ძალიან საინტერესო და გემრიელ კომბინაციას. გაუსწოროთ გვერდები სიმეტრიულად ნესვს. აი ესეთ ფორმაზე უნდა მოვჭრათ ნესვი. ნესვი მზად გვაქვს. აქ მაქვს ბეკონი. თითო სლაისი ავიღოთ და გადავახვიოთ ნესვი. ერთი ცალი მზად არის. ნესვს ძალიან უხდება ბეკონის გარდა პროშუტოც. პროშუტოს უკვე დაბრაწვა არ ჭირდება, პირდაპირ შეგიძლიათ კანაპე მოამზადოთ ნესვის და პროშუტოს. გავახვიეთ ბოლო ნესვიც ბეკონში. ჯერ არ შევწვათ, პირველ რიგში უნდა შევწვათ ღორის სტეიკი. ეს არის ანტრიკოტის ნაჭერი, რომელსაც უბრალოდ მარილს, პაპრიკას და ზეითუნის ზეთს გავუკეთებ. მარილი, პაპრიკა, ხელით გადავანაწილებ. გრილი კარგად გავახურე. ზეთი. ცოტა ზეთი ხორცსაც მოვასხათ და გადავიტანოთ გახურებულ გრილზე. აქ არის დაახლოებით 250 გრამიანი სტეიკი. სანამ სტეიკები იწვება, დროს არ ვკარგავთ და ვამზადებთ ატმის სოუსს. პლუს ატამს დავუმატებთ მდოგვის მარცვლებს და კოჭას და გამოგვივა მოდკბო ცოტა მოცხარო სოუსი. დავიწყეთ. პირველ რიგში გავთავოთ ატამი. მარტო რბილი ნაწილი დაგჭირდება. სულ დამჭირდება 2 ცალი ატამი ამ პორციისთვის. ავანთოთ ცეცხლი და ჩავყაროთ დაახლოებით 30 გრამი ყავისფერი შაქარი. სანამ შაქარი დნება, გავჭრათ ატამი. დავჭრათ პატარა კუბებად. გადავიტანოთ დაჭრილი ატამი ჯამში. ატამი ახლა თავის წვენსაც გაუშვებს, პლუს მოხდება კარამელიზირება ატმის. ამოვატრიალოთ სტეიკი. ძალიან მაგარია. კარგად დაიბრაცა სამ მხარეს. დაახლოებით 5 წუთი სჭირდება ერთ მხარეს და მეორე მხარესაც 5 წუთი, რომ კარგად დაიბრაწოს ორივე მხრიდან სტეიკი. ღორის ხორცი უნდა კარგად შეიწვას. შეიძლება ოდნავ ვარდისფერი დარჩეს, ეს კარგია, მაგრამ სასურველია რომ ბოლომდე შემწვარი იყოს. სოუს დავუმატოთ სუნელები, ცოტა პაპრიკა, დოგვის მარცვლები,
დაახლოებით 2 გრამი, კოჭა და ცოტა მარილი, სულ ცოტა. ამოურიოთ соуს. ძალიან მაგარი არომატი აქვს. კოჭას არომატი ეგრევე იგრძნობა, რადგანაც ყველაზე მძაფრი არომატი მასა აქვს, მაგრამ ატმისა ეს რბილი, მოტკბო სურნელი მაინც კარგად არის დაბალანსებული. соуსი თითქმის მზად არის. სტეიკები შემიძლია ოდნავ ჩამოვწიო და დავიწყო ბეკონში გადახვეული ნესვის დაბრაწვა. გადავიტანოთ ნესვი გადახვეული ბეკონში. შემწვარი ბეკონის არომატზე ვგიჟდები. შევეცადო რომ ყველა დავწიო. აი, როგორ მინდა რომ გრძნობდეთ ამ არომატს. ეს რაღაც წარმოუდგენელია მართლა. соуსი მზად არის. 2 წუთში უკვე ამოვატრიალებ ნესვს. ბეკონის ცხიმით ღვება, აი აქ მოგროვდა ეს ბეკონის გემო, რომელსაც მოვასხავთ ზემოდან. ამოვატრიალოთ. შევეცადოთ რომ სწრაფად მოვამზადოთ, რადგან ბეკონი შეიძლება გაიშალოს. კარგად დაიბრაცა უკვე ბეკონი ორივე მხრიდან. პირველ რიგში ნესვი და ბეკონი გადმოვიტანოთ დაფაზე. კიდე დაახლოებით 2 წუთი დავბრაწოთ და მზად არის. შეგვიძლია უკვე სერვირებისთვის ავარჩიოთ თებში, 2 წუთში დავასრულებთ კერძს. დავიწყოთ სერვირება. გამოვსოთ უკვე გრილიც. პირველ რიგში თებშზე დავალაგოთ ნესვი და ბეკონი. გადმოვიტანოთ სტეიკები. საკმაოდ არადიეტური კერძი გამომივიდა, მაგრამ ძალიან გემრიელი. მოვასხათ соуსი. მოტკბო, მოცხარო соуსი. ჯერ ატმები გადმოვიტანოთ. ნესვი ბეკონში ხორცის სტეიკი ატმის соуსით. უცნაური, მაგრამ ძალიან გემრიელი კერძი მზად არის.